ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე? დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი მოვლენა, სწორედ ეს გახლავთ. კენჭისყრის შედეგები დღეს საღამოს უნდა გახდეს ცნობილი. ბრძოლა ძირითადად ორ კანდიდატს შორის მიმდინარეობს. ესენი არიან ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი. ფორმულა ჟურნალისტი ლიზი ვეკუა ადევნებს თვალს საარჩევნო პროცესს და სწორედ ის გვიამბობს ახლა არჩევნების მიმდინარეობასა და წინასწარ შედეგებზე. ლიზი, რა შეგიძლია ვთქვათ ამ მომენტისთვის? გიორგი, უკვე ცნობილია პირველადი მონაცემები და გეტყვით, რომ 2751 ადვოკატმა მიიღო დღეს არჩევნებში მონაწილეობა და სწორედ ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი იყვნენ ის კანდიდატები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს პირველადი მონაცემებით. გულისხმობ, ეს არის აპარატის დათვლილი ხმები და ამ წუთებში უკვე ხმისდამცველი კომისია ხელით ითვლის ხმებს და საბოლოო შედეგები 9 საათისთვის გვეცოდინება. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ ირაკლი ყანდაშვილმა მოიპოვა 1283 ხმა ჯამში, ეს არის 46%, ანუ მან ვერ გადალახა ბარიერი, 51%-იანი ბარიერი არის საჭირო იმისათვის, რომ მოიგოს კანდიდატმა და გახდეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. რაც შეეხება ირაკლი ჩომახაშვილს, ირაკლი ჩომახაშვილმა მოიპოვა 1109, ანუ 40% და მანაც ვერ გადალახა 51%-იანი ბარიერი, როგორც გითხარით, სწორედ ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი იყვნენ ყველაზე მეტად დაპირისპირებული და ყველაზე დიდი კონკურენცია მათ შორის იყო დღესაც მთელი დღის განმავლობაში გუშინაც. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, იყო მშვიდი გარემო, გაწონასწორებული გარემო, ჩვენც ვიხილეთ ასევე მიკროავტობუსები ირაკლი ყანდაშვილის ფოტოთი მინაზე. დანარჩენი ექსესებს და რაიმე დარღვევებს არ ჰქონია ადგილი ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე. ასეთია პირველადი მონაცემები, უმალე უნდა გავიგოთ წესით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრების შესახებ, ასევე ეთიკის კომისიის წევრებისა და სარევიზიო კომისიის წევრების შესახებაც ამ მონაცემებით ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნებიან ის ადვოკატები, რომლებიც ამ პოსტებს დაიკავებენ. ისა რომ დავაზუსტოთ, თუ კი ვერც ერთმა კანდიდატმა 40 მონაწილეთა 50% პლუს 1 ხმა ვერ მიიღო. მეორე ტური დღესვე უნდა ჩატარდეს თუ სხვა დღეს დაინიშნება? გიორგი, რაც შეეხება მეორე ტურს, რადგან ვერც ირაკლი ჩომახაშვილმა და ვერც ირაკლი ყანდაშვილმა ვერ გადალახა 51%-იანი ბარიერი, სავარაუდოდ ჩაინიშნება მეორე ტური არა დღეს, არამედ ერთი კვირის შემდეგ. ადვოკატები აქ ამბობენ, რომ სავარაუდოდ მეორე ტურის თარიღი იქნება 28 დეკემბერი. ეს ყველაფერი დაზუსტება ზუსტად 9 საათით, თუმცა პირველადი მონაცემებით ადვოკატების და ხმისდამცველი კომისიის წარმომადგენლებიც ვარაუდობენ, რომ 28 დეკემბერი იქნება თარიღი, როდესაც გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური. ჩვენ კონტაქტ შევინარჩუნებ, რა თქმა უნდა, ლიზა ვეკუასთან, თუ კი ხელით გადათვლის შემთხვევაში გამოვლინდება განსხვავებული შედეგი და შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საბოლოო შედეგი, ან აღარ დარჩა აუცილებლობა მეორე ტურისა, ამის შესახებ ლიზა, რა თქმა უნდა, შეგვატყობინებს გადაცემის მიმდინარეობის დროს და ამ ინფორმაციას ჩვენ განვაახლებთ აუცილებლად. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მართლაც უპრეცედენტო ხასიათის საარჩევნო კამპანია ჰქონდათ ძირითადად კანდიდატებს და თავად ადვოკატებმაც საკმაოდ სერიოზული აქტივობა გამოიჩინეს ამ არჩევნებში. ჩვენ ამ არჩევნებს კვლავ დაუბრუნდებით ალბათ დღევანდელ გადაცემაში.